გამელია დაბარებულია პროკურატურაში და სავარაუდოდ მას ედავებიან შინაპატიმრობის წესების დარღვევას. მე შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია სულ რამდენიმე დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია კავკასიას პირდაპირ ეთერში. თქვენ იცით, რომ მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და პროკურატურის ინფორმირების გარეშე არ აქვს უფლება საცხოვრებელი სახლი დატოვოს და ნიკა მელია ყავს უკვე ახლა პირდაპირ ხაზზე და მას პირდაპირ ეთერში ვკითხავთ, ბატონო ნიკა, რა სახის შეტყობინება პროკურატურიდან და რას ელოდებით დღეს, როგორც ვიცით, 4 საათზე ხართ დაბარებული პროკურატურაში. ესენე შეტყობინება მივიღე პროკურორისგან მოგესალმებით. თამარ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვარ დაბარებული 4 საათზე დავით გვაკუბარდიას გადაცემაში მისვლასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ახლა ვიდეო თქვენ ჩაგერთებოდით, განცხადებაც გაავრცელა პროკურატურამ და ვკითხულობდი. ნუ ახლა რა მოხდა, ახლა ყველა მეგონია სიტყვებიც ზედმეტია, ხო არის ვითარება ცხოვრებაში, საუბარიც კი არ ღირს რა. ბატონო ნიკა, დღეს რას ელოდებით? თქვენ ელოდებით, რომ შეგიცვლიან ანკვეთის ღონისძიებას პატიმრობა და გაგიშვებენ უბრალოდ ციხეში. წარმოვიდგინეთ, ეხლა მე ვიყავი ბატონ დათვალგუბარდიას და გადაცემაში სამშაბათ დღეს, ხო? და სამშაბათს დილით პროკურატურამ მაცნობა, რომ არ მაქვს უფლება გასვლის სახლიდან და პოლიტიკოსი მოქმედი დეპუტატი არ უნდა მივიდეს პოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და თელი სამშაბათიოთ მაინც წავედი, ხო? იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელა, თუ კი რამე ეს არის. არავის არ აქვს უფლება მოქმედი დეპუტატი ასე შეზღუდოს გადაადგილებაში, როდესაც იგი ასრულებს დეპუტატის უფლება მოსილებას, ხო? და თელი 3 დღე ფიქრობდნენ რა გაეკეთებიათ. თელი 3 დღე თუ დარღვევა და თუ დავარღვიე და ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობები, რას აკეთებდნენ გუშინ წინ იმის წინ არაფერს ჯელობდნენ იმ ქურდთან აპატიეთ ქურდთან, რომელიც სახლში არჩევს საქმეებს პროკურორებთან ერთად, საკუთარ ადიუტანტებთან ერთად და ეხლა არ ვიცი მიიღეს გადაწყვეტილება, განცხადებაში წერია, რომ ამჯერად უნდა გაგაფრთხილოთო, რომ შემდეგზე თუ კი დაარღვევო, უკვე აიქცახვალ ციხეშიო და ეხლა ნამდვილად ამ დაგვარი განცხადებებით ვერ გადამაფიქრებიებენ. ბატონო ნიკა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება? თქვენ რას ფიქრობთ? ეს არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება? იმიტომ რომ თავიდანვე თქვენ დაკავებასთან დაკავშირებით იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, შემდეგ უკვე შეცვალეს და სამაჯურით დაკტოვეს შინაპატიმრობაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა ისევ არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თქვენ უკანასკნელი გაფრთხილება და შემდეგ უკვე პატიმრობა გამოიყენონ? ცდილობა რო აქვს ფაქტია, მაგრამ აქედანვე მეუბნები თქვენი ეთერის მეშვეობით, თავარი არხის მეშვეობით, რომ აუცილებლად გავალ სახლიდან, იმიტომ რომ ეხლა არ ვაპირებ თავი შევიზღუდო იქ, სადაც არ უნდა შევიზღუდო. ეხლა მითხრეს, რომ პასპორტი და პირადობის მოძება ჩააბარე, მოგვიტანე პროკურორში, მიუტანე. მითხრეს, რომ გირაო გადაიხადე, კი ბატონო გადავიხადე, მითხრეს, რომ სამაჯური გაიკეთე და სახლში რაღაცა მახინა აპარატურა დამიდგეს, დავიდგი, ხო? მაგრამ ეხლა აპატიეთ, ეხლა მიტინგზე არ გამოხვიდეო სიტყვითო, გადაწყვეტილებაში ჩამიწერეს, კი ბატონო, ხო? მაგრამ ეხლა ვერ გამომაგდეს იმ პარლამენტიდან, შევჩი ხა იმ პარლამენტში, შევჩი პრობლემა თავის კივალ, ვინაიდან მაქვს ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც მქონდა და ჩემი დაკავების შემთხვევაში პროკურატურას მოუწევს თავიდან გავლა იმ პროცედურის, რომელიც გაიარეს, ანუ იმ 93 დეპუტატს კვლავ უნდა აწევიონ ხელი, რომ მე მომეხსნას იმუნიტეტი, იმიტომ რომ ერთჯერადად მომეხსნა და არ ვიცი რა თავში ქვაუხლიათ, მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ მე აღარ ვაპირებ თავის დამცირებას იქ, სადაც არ უნდა დავემცირო, მე უფლება კი არ მაქვს, ვალდებული ვარ, ხახნო, ვალდებული ვარ, ჩემი დეპუტატის უფლებამოსილება განვახორციელებ და აქედანვე მეუბნები, რომ ხვალ რომელიმე ტელეკომპანია, რომელიც მომიწვევს მე პირდაპირ ეთერში აუცილებლად მივალ ნებისმიერ შეხვედრაზე, როგორც დეპუტატი მივალ და დავესწრებიან ღონისძიებას. კიდევ მისვლას, ბატონო ნიკა, იმიტომ რომ რეალურად შესაძლებელია პარლამენტშიც ხომ არ აპირებთ კიდევ მისვლას, იმიტომ რომ რეალურად შესაძლებელია პარლამენტში თქვენმა მისვლამ უფრო გააღიზიანა, ვიდრე ტელეკომპანია კავკასიაში ხელისუფლება და კიდევ ერთი კითხვა მექნება, თქვენ თქვით, რომ 93-მა დეპუტატმა, ანუ ხელახლა უნდა გაიაროს ეს პროცედურა თქვენი დაპატიმრების გადაწყვეტილების შემთხვევაში. ანუ ეს ასეა კანონმდებლობით, არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაღაც სხვა მანიპულაციებს მიმართოს ხელისუფლებამ და პირდაპირ ამ გადაწყვეტილების გარეშე? საერთოდ ნუ სამართლებრივი სუბსიდიარული გასულებია, ვიცით, მაგრამ საერთოდ თავზე ხوار გადაიხევენ ამ კონსტიტუციას. ის ერთჯერადად გენერალურმა პროკურორმა მიმართა პარლამენტს, იმ საქმის ფარგლებში იმ წუთას მომხსნოდა მე იმუნიტეტი
ვინაიდან ისინი ითხოვდნენ ჩემს პატიმრობას და სასამართლომ არ დამაპატიმრა. ამიტომ მე მაქვს ისეთივე იმუნიტეტი, როგორც სხვა დანარჩენ 159 კაცს. სხვა ჯანაბად მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ კი რამე შველის ახლა ეს იმუნიტეტი შველის ახლა და როგორც ჯოხი ბორბლებში აქვთ გაჩერილი. ამიტომ ეს პროცედურა დაამდროებით ვიცი, გავლილია კონსულტაციები და ეჭქვეშ ახლა ვერც ერთი ქართული ოცნების დეპუტატიც კი ვერ უარყოფს ამას. ეს ასე უნდა მოხდეს ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. მაგრამ ხახნო, ეხა პირდაპირ გეუბნებით არც ვალავ, რასაც აქ ვამბობ იგივე სულ პროკურატურაში არ ვაპირებ, პარლამენტშიც გავალ, შეხვედრაზეც მივალ. არ ვიცი, ჩათვისაჭროდ კომიტეტის ხსნომასაც დავესწრები და ბატონ დათო აკუბარდიასთანაც მივალ, ტელეკომპანია კავკასიაზე, არ ვიცი, ნინო ჭანგიაშვილთანაც მივალ, მაესტროზეც თქვენთანაც მივალ, ყველგან მივალ და ეხა კი ბატონ რომ აიღონ თავზე ხელი და უთხრა მთელ ცივილიზებულ სამყაროს რომ მოქმედი პოლიტიკოსი, მოქმედი დეპუტატი, იმიტომ დავაკავეთ, რომ აი აქეთ იქით მარჯვნივ-მარცხნივ დადიოდა ტელეეთერებში. კი ბატონო, არ გამოუვა, რუბიკონი გადალახულია. რუბიკონი არ არსებობს. ვერ ამათ ეგონა რომ მე არ ვიცი მაგათ ამ აკვიატებულ მოსაზრებას და მოთხოვნებს დავყვებოდი არაკონსტიტუციურს. ჯერ კიდევ მე მოყოლილი მაქვს, მაგრამ მინდა ვისაგებო კიდევ ერთხელ მოყვე რა მოხდა, როდესაც მე მივედი პარლამენტში. როდესაც მე პარლამენტში მივედი და სიტყვით გამოვედი, აი სიტყვით გამოსვლის დროს მე თურმე ჩემთან სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ოქრს ადგენდნენ. სადაც ჩემი მეუღლე და სირეწლოვანი ბავშვი დახვდა სახლში. პარლამენტში კიდევ პარლამენტში ვიყავი, სიტყვით გამოვდიოდი, მე ტელეფონთან არ ვიყავი, არ მქონდა შესაძლებლობა, რომელშიც ამ სიტყვას ასე რომ წარმოთქვას, ტელეფონთან როგორც მომისა შესაძლებლობა, წავიკითხე SMS-ი, მეუღლემ წერდა, რომ მოსულები არიან პრობაციის სააგენტოს ოფიცრები, ხელმძღვანელობის თხოვნით და ოქრს ადგენენ, ჯერ გიკითხეს, რომ სად იყავი. მერე ოქრი შეადგინეს, რომ ნებართვის გარეშე გავედი მე და ნუ კითხვაზე თუ სად ვიყავი მე, მეუღლემ უპასუხა ტელევიზორი ჩართული იყო და ბატონიკა, ასეთი ვერსიაც არის, რომ სწორედ აი ამ კადრმა გაახიზიანა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვენ იყავით პარლამენტში და ფიქრობ თუ არა, რომ ეს დღეები ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა სწორედ თქვენ სადამსჯელო კომისიებას და არა რეალურად პროკურატურას. ყველა დიახაც. ვარაუდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ადვოკატმა ჩემმა ყველა პროცედურა დაიცვა და 2 დღით ადრე აცნობა პროკურატურას, პროკურატურამ 4 საათი, 3 საათი იმჯერა და მითხრა კი ბატონო, გაქვს უფლება მივხვიდე პარლამენტშიო. და პარლამენტში ვიყავი, ეს პასუხი პროკურორის ჩვენ ხელთ ჰქონდა და ამ დროს სახში შემოვარდნენ და სად არის მელია მეძებდნენ. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილმა ხა იფიქრა ყველა დეტალს, ხა სკრუპულოზურად არ გადის, ეგონა რომ ეს მელია ალბათ დაბომული მეგონა, მე სახშიო და თურმე აქეთ იქით დადის როგორც მას უნდაო და დაარტყა მაგიდას ხელი და გააკეთეს ის არაგონივრული ასე თქვა ჩაიდინეს ქმედება რომელიც ჩაიდინეს და ეხლა მაინდა-მაინც დღეს დაპატიმრება ვერ გაბედეს ეხლა ცდილობენ რომ გაფრთხილება მომცე წერილობითი სახით და ეს შემდეგ განცხადებაში ამობენ შემდეგ ჯერზე თუ კი დაარღვევოდა დავარღვევ კი არა თუ კი ვინმე კონსტიტუციას თუ ამას დაარღვევას ეძახით კი ბატონო ეს არ არის დაარღვევა თუ ვინმე არღვევს კონსტიტუციას და კანონს ისინი არღვევენ ეხლა არ ვაპირებ ეხლა იანიშვილმა შეიძლება ის უთხრას ვინმეს ან მე ამას ვაჩორისო სამზარეულოში რომელსაც შევიდე ან შევიდე თუ არა საერთოდ და არ გამოუვა ეს არ გამოუვა იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ვეგუებით მაფიოზურ საქმის გარჩევას ბიძინა ივანიშვილის სახში როგორც ქურდი რა შაქრო კალაშოვი რი შაქრო კალაშოვი რას ვერჩით იმ შაქრო კალაშოვს და რას ვერჩით იმ კანონიერ ქურდას რას ვერჩოდით მაშინ რა გერა კაცი არც ამალავს ხო პარტიის თავმჯდომარეც არ იყო და მამუკა ხაზარაძე რაც მოყვა ეს ბევრმა ვიცოდით და ბევრს კიდე ეჭვი ქონდა, მაგრამ ამ ადამიანმა მამუკა ხაზარაძემ კულისებში შეგვახეთა და დავინახეთ თუ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და დეპუტატსაც რო ეუბნებიან, არ წახვიდე ტელევიზიაში და კომენტარი არ გააკეთო, ამას უნდა დავყვე აი რიტორიკულად გეკითხები და ბატონიკა, ნახოთ რა მოხდება დღეს 4 საათზე და სავარაუდოდ ეს იქნება უკვე გაფრთხილება. ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს 4 საათზე დაბარებულია მთავარ პროკურატურაში. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო უწყება მასთან დაკავშირებით.